ჩვენ კვლავ ეთერში ბრუნდებით, განმოგზავნებთ ჩვენს გადაცემა, შემოგვეთა მეორე სტუმარი, სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე. ბატონო, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ტარიფების თემით მინდა დავიწყო საუბარი. ეს ტარიფების ომი თუ ტარიფების დაპირისპირება თუ არ ვიცი როგორც უწოდებენ, ისეთი მწვავე აღარ არის, რაღაც ქრონიკულ ფაზაში გადავიდა, თუმცა ამას თანძდევს ეს მუქარები ტრამპის მხრიდან რომ რუსეთს დაუწესებს რაღაც არნახულ სანქციებს, ოღონდ იმ შემთხვევაში დათქმით თუ ევროკავშირი სრულად იტყვის უარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე და ასევე ევროკავშირს თხოვს ჩინეთთან ისეთ ტიპის ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას, რომელიც ძალიან რთული და მძიმე იქნება ევროპის ეკონომიკისთვის, მაგრამ გასაგებია, რომ ტრამპისთვის ეს დიდად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ეს ტარიფების ომი, როგორ შეიძლება ჩვენ მოვუყვეთ ამ ტარიფების ომში, როგორ აისახება ეს ჩვენზე და ასევე მინდა მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტსაც, რომ როგორც ამბობენ, ალიასკაზე შეხვედრის დროს პუტინმა შესთავაზა თუ ტრამპმა შესთავაზა და პუტინი დათანხმდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება წვდომა რუსეთის სიმდიდრეებზე, მაგრამ დავიწყოთ აი ამ ტარიფებით და რა მდგომარეობა არის დღეს და როგორ გვეხება ეს ჩვენ და როგორ შეიძლება გავიჭრიდოთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. პირველ რიგში ტარიფებს რაც შეეხება, ტარიფების ომი არსად არ წასულა. მაგრამ ამ ომში ჯერჯერობით რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ის რა განაცხადა ტრამპმა, რას ამბობს ის პრესკონფერენციაში. ხო, თქვა რომ დაუწესეს და ეს დაწესდა ამოქმედდა თუ რა ხო, აი ეს არის საინტერესო. ძალიან დიდი ხმაურია, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არაფერი არ არის. აი მაგალითად ინდოეთისთვის დააპირეს 25%-იანი ტარიფის დაწესება და შემდგომ ინდოეთი უცებ აღმოჩნდა შოსის სამიტზე. და ჩინეთთან და რუსეთთან ერთად რაღაც სერიოზულ გაერთიანებას და სერიოზულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს ასე ადვილი არ არის. ამერიკა საქართველოს ხო იმპორტ დამოკიდებულია, მაგრამ საქართველოს მასშტაბი და ამერიკის მასშტაბი ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ამერიკაც ეს ზუსტად ასევე იმპორტ დამოკიდებული ქვეყანაა. მას შემდეგ რაც ეს ადრეს თქვი და კიდევ ერთხელ მაინც გავიმეორებ, მას შემდეგ რაც ბრეტონ ვუდსის სისტემა შეიქმნა 50-იანი წლების ბოლოდან, ტრიფინის პარადოქსი ეძახიან ამას, თუ შენი ვალუტა გინდა იყოს საერთაშორისო ვალუტა, შენი სავაჭრო ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს უარყოფითი. რომ შენი ვალუტა გავიდეს ქვეყნის გარეთ. ანუ იმპორტ დამოკიდებული უნდა იყოს. და ამერიკის შეერთებული შტატების მრეწველობის წილის შემცირება დაიწყო და შემდგომ გაიზარდა მომსახურების წილი და 79 წლიდან მას შემდეგ რაც დენ სეოპინს და ჯიმი კარტერს შორის მოხდა შეთანხმება დაიწყო მასობრივად ამერიკის საწარმოო სიმძლავრეების გადასვლა ჩინეთში. ნუ აქ ერთი იყო იაფი მუშახელი, ესეთი საფანელი, თუმცა მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ორგანიზებული მუშათა კლასის ევაკუაცია ამერიკიდან, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო, იმიტომ რომ მუშათა მოძრაობას ამერიკაში ძალიან სერიოზული ისტორია აქვს. სხვა შორის პირველი მაისი რომ იყო მუშათა მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე 1895 იყო მგონი თუ სწორად მახსოვს წელი, 1 მაისს ჩიკაგოში მუშათა დემონსტრაციის დახვრეტის აღსანიშნავად იყო ეს დღე. ჩიკაგოში მოხდა ეს ამბავი 1 მაისს და იმის აღსანიშნავად იყო. ჩემდა სამოცხლოდ უნდა ვთქვა რომ არ ვიცოდი თუ ამერიკა იყო პიონერი შრომელთა. კი, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი იყო. და ამიტომ ახლა ამერიკისგან ტარიფების დაწესება პირველ რიგში ემსახურება მიზანს, რომ ამერიკაში შიდა მრეწველობა აღორძინდეს. ეს Make America Great Again ის ამერიკას, რომელსაც Great-ს ეძახიან და რომელიც მიზანი არის აი ტრამპი, ვენსი და ამ კომპანიის, ხო, ამ საზოგადოების, ამ ჯგუფის, ეს არის 50-იანი წლების ამერიკა. სამრეწველო ამერიკა, ერთსართულიანი ამერიკა, ყველას გირჩევთ წაეკითხოთ ილია ელფის და ევგენი პეტროვის ერთსართულიანი ამერიკა, რომელიც ამერიკის სოციალურ ცხოვრებას აღწერს რაღაც შეუდარებელი სიზუსტით და სიღრმით, მათ შორის ჰოლივუდსაც. ხო, მაგრამ ამის გაკეთება ეხლა
ესეთი ხოლო ტარიფების აწევით უკვე შეუძლებელი საქმეა. შეუძლებელია, იმიტომ რომ ტარიფების აწევა გამოიწვევს ამერიკაში სამოხმარებლო ფასების ზრდას. სამოხმარებლო ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ დაძაბულობას, რომელიც ისედაც ძალიან დიდია ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად. ამიტომაც არის რომ ტრამპს კარგი სულები ძალიან ძნელად აქვს. ამიტომაც არის რომ ეს ჩვეულებრივი სტილია ტრამპის ეს, რომ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, თუმცა ამ განცხადებების იქით ძალიან ძნელი იშვიათად მიდის. ამდენად ეს სატარიფო ომები მხოლოდ განცხადებების დონეზეა. შეეხება ახლა იმას, რომ რამდენად შეიძლება ამ პირობების შესრულება, რამდენად შეუძლია ევროპას და ევროკავშირს ჩინეთთან ვაჭრობის და ჩინეთთან და ინდოეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით, ახლა 2024 წლის მონაცემებით, მე ხა ერთი ძალიან დიდი მონაცემთა ბაზა გავაკეთე. და იმის იქიდან დათვლილი შედეგია ეს. აზიიდან ევროპისკენ საქონელის ნაკადის მოცულობა იყო 2024 წლის მდგომარეობით 240 მილიონ ტონამდე. მე ხა დოლარებში ამას არ ვამბობ, დოლარებს მნიშვნელობა არ აქვს. აი რაღაცა შეუდარო ცოტა ბევრია რა არის საშუალო. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს ისტორიული მაქსიმუმი გაცილებით ნაკლები, შედარებით ნაკლები იყო წინა წლებში. ახლა COVID შიზოფრენიის დროს, მე პანდემიას მაგას არ ვეძახე პრინციპულად, ეს შიზოფრენია იყო. COVID შიზოფრენიის დროს იყო მინიმუმზე დასული და მინიმუმი იყო რაღაც 180 მილიონი ტონა. და აი ამ ეს გარდა იმისა, რომ ეს არის ნედლეული ჩინეთიდან და ინდოეთიდან ევროპაში მიედინება ასეთვე ღრმა გადამუშავების პროდუქციაც. ღრმა გადამუშავების პროდუქცია, ტექნიკა და ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ასე. გადამუშავებული უკვე გასაგებია. ღრმა გადამუშავების პროდუქცია, არა მხოლოდ წიაღისეული და ასეთი რამეები. არა მხოლოდ ნედლეული, კი ბატონო. რამდენად შეძლებს ამის ჩანაცვლებას, თუ საერთოდ უარს იტყვის ამაზე ევროკავშირი და რამდენად შეძლებს ევროკავშირი, რომელიც არის გადავსილი ძალიან ესეთი პრეტენზიული მოსახლეობით, ძალიან ესეთი მაღალ მოხმარებას მიჩვეული მოსახლეობით და რამდენად შეძლებს აი ამ ასე ვთქვათ ქამრის შემოჭერას. ეს მე თითქმის გამორიცხული მგონია. ამდენად ეს შეუსრულებელი პირობა მგონია. ეხლა რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას და რუსეთიდან გაზის და ნავთობის ექსპორტზე უარის თქმას, იმავე შოსის სამიტზე აღმოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრაქტიკულად უკვე მოძებნა თავისი აი ამ ენერგომატარებლების გასაღების ამოუწურავი ბაზარი ჩინეთის სახით. მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც უფრო იაფად ყიდისო თითქოს რაღაც თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად და ნაკლებად არა, შედარებით იაფად ყიდის, რა თქმა უნდა. მაგრამ მანძილი ცოტა იქნება შეიძლება, არა? რუსეთში ცოტა მანძილი არ არსებობს, კი ბატონო, ცოტა იმხელა, კი ბატონო. ამდენად ეს პირობები მე შეუსრულებელი მგონია. ხოლო რაც შეეხება ახლა ყველას გამორჩა ერთი მთავარი მოვლენა. გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა, ვიდრე ეს განცხადებებია. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთის შესახებ წარმოქმნილი, კონფლიქტს ვერ დავარქვი, მაგრამ უთანხმოება და დისკუსია დონალდ ტრამპსა და კოლინ პაუელს შორის. კოლინ პაუელი არა, ბოდიში, დამოვიწყდა სახელი მის. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ვინცა და აქ იყო ორი მოკლედ პოზიცია. ერთი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ეთხოვდა საპროცენტო განაწესის განაკვეთის აწევას, ვინაიდან მოსახლეობაში არის მაღალი ინფლაციური მოლოდინები და მაღალი ინფლაციის შესაჩერებლად საჭირო იყო საპროცენტო განაკვეთების აწევა. ხოლო დონალდ ტრამპი ეთხოვდა, დონალდ ტრამპი და ტრამპის ჯგუფი რა, ეთხოვდა საპროცენტო განაკვეთის დაწევას, ვინაიდან საკრედიტო რესურსების გაიაფება წაახალისებს წარმოებას რა. ეს არის
ესეთია იყო მოტივი. საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ რაღაცა კოსმეტიკურ ცვლილებაზე 1% განაკვეთის. და ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დაპირისპირება კიდევ წინ არის. მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში დაპირისპირება ამერიკის შიგნით თუ ამერიკის კიდევ ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და მთავრობას შორის. ეხლა აქ ამ დაპირისპირებაში არსებითი რა არის? ორივეს აქვს თავისი სიმართლე და ორივე მართალია. მართალი არის ფედერალური სარეზერვო სისტემა იმით, რომ არის მოსახლეობაში მაღალი ინფლაციური მოლოდინი და ინფლაციის დამუხრუჭებისთვის აუცილებელია 1% განაკვეთის აწევა. მაგრამ ასევე მართალია მთავრობას, ვინაიდან საკრედიტო რესურსების სიძვირე ეკონომიკის დაკრედიტებას შეაჩერებს და შესაბამისად ამუხრუჭებს ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ აქ თავარი პრობლემა იმაშია, რომ რაოდენობის თანხაც არ უნდა გაუშვა, როგორც არ უნდა დაკრედიტდეს ეკონომიკა. აი, ამ COVID შიზოფრენიის დროს 6 ტრილიონი დოლარის დამატებითი 6 ტრილიონი დოლარის ემისია მოხდა და სწორედ მაგ დამატებითი ამ უკონტროლო ემისიის შედეგებს იმკიან ახლა. მაშინ ჭკვიანმა ხალხმა სხვათა შორის თქვა, რომ ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა რამდენიმე წლის შემდეგ და გამოჩნდა კიდეც. ეს დამატებითი ემისია, რომელმაც გამოეწვია ფულის გაუფასურება. მაგრამ ეხლა საქმე იმაშია, რომ რა რაოდენობის თანხითაც არ უნდა საკრედიტო რესურსიც არ უნდა გამოჩნდეს, ეს მთელი ეს თანხა რეალურ ეკონომიკამდე ძალიან ძნელად თუ მივა. ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს აუცილებლად ფინანსურ ინსტრუმენტებში აისახება და აუცილებლად საფინანსო ბაზრებზე მოხდება ეს თანხა, ვინაიდან მოგების მარჟა საფინანსო ბაზრებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე რეალურ ეკონომიკაში. თუ მაგალითად 1914 წელს როდესაც შეიქმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა, საფინანსო სექტორის წილი მთლიან მოგებაში იყო რაღაც 5%-ის ფარგლებში. დღეს არის 50%. ანუ რეალურ ეკონომიკაში ფული არ წავა რა, თავისი თუ ის მიზან მიმართულად არ გაუშვი იქ. მიზან მიმართულად დღეს არსებული სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში რა სისტემაა, ეს კაპიტალისტური სისტემა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ასე შემდეგ, ეს თითქმის გამორიცხავს რეალურ ეკონომიკამდე ფულის მისვლას. ამერიკას სჭირდება რეალური ეკონომიკის და ამის მიღწევას ემსახურება ეს სატარიფო ომებიც, ეს სატარიფო განცხადებებიც, ეს 1% განაკვეთზე ეს უთანხმოებებიც და ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ მაგას. რამდენად გადაჭრადია ეს ამოცანა? არის მესამე გზა ამოცანების გადაჭრას, ეს არის დიდი ომი, სადაც დაიწყება ყველა კრედიტი. დიდი ომი იქ თუ სადმე სხვაგან? ჯერჯერობით ცდილობენ, რომ სადმე სხვაგან იყოს. ხო, რა თქმა. ხო. არ აქვს მნიშვნელობა, სადმე სხვაგანაც წარდგება ამ ამბავს. გასულ საუკუნეში ორჯერ გამოუვიდათ ეს. და ნუ ახლა თუ იქნება ვინმე აქტივისტი ან თქვენ კვალს ამერიკისაც ხედავთ პირველ სოფლიოდან მეორე სოფლიოში? ამერიკაზე არ არის, ამერიკა, ბრიტანეთი, ამერიკა და მთელი დასავლური სამყარო, რომელმაც ნუ მეორე პირველი და მეორე სოფლიო ომი რეალურად დაიწყო, ნუ ამის სიღრმისეული მიზეზი ეს იყო. თავისი უკრაინა არ ყოფნის და ამიტომ უკრაინა არ ყოფნის, უკრაინა არის ერთი ძალიან მასშტაბური მაგრამ ერთი მაინც რეგიონული მასშტაბის კონფლიქტი. ანუ ახლო აღმოსავლეთი ხა სულზე მიუსწრებს და ამერიკის ეკონომიკა. არა, ეკონომიკას არ შვილეს, ეს აქ ეკონომიკაზე არ არის ლაპარაკი. პრობლემები გადის სხვაგან და გადარჩება აგასაკი ყურადღება გადის. ყურადღებას გადადის პრობლემების და მთელი ეს კრედიტები დაიწვება ამ ომში რა. გასაგებია და შესაბამისად გამოდის რომ როცა ამბობდა ტრამპი რომ ჩემი მიზანი არის რომ ომები დავამთავრე, 7 ომი დავამთავრე, ეს განცხადებებია და არა რასაკვირველია ხა ამას ხა აზერბაიჯანის და სომხეთის ომი ტრამპს ნამდვილად არ დაუმთავრებია, რაც არ უნდა კამბოჯა და ალბანეთი ეძახოს აზერბაიჯანს და ის დამთავრდა თუ არა გასმა არის ხო
საერთოდ ომები მთავრდება ხოლმე, როდესაც ერთი მხარე აღიარებს თავს დამარცხებულად და მეორე გამარჯვებულად. სხვა ყველა დანარჩენი გაიხსენეთ. ესე მე-20 საუკუნე არ გვინდა წინა საუკუნეებში გადასვლა, რომელიმე დაკონსერვებული ომი, რომელიც დამთავრდა. არც ერთი ომი არ დამთავრებულა ეს. არც ერთი ომი არ მთავრდება ესე შუალედური ცეცხლშეწყვეტის მოლაპარაკებით. ომი მთავრდება, ან ფორდება კაპიტულაცია, ან საბოლოო ხელშეკრულება, როგორც არაერთი ხელშეკრულება დადებულა. ესეთი ხელშეკრულება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ჯერჯერობით დადებული არ არის. სამშვიდობო ხო მოაწერეს ხელი. სამშვიდობოს ხელი მოაწერეს, მაგრამ ჯერ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დასრულებული. ეს არის, ნაცარში ახოვული ნაღვერდალი, რომელიც როდის აგიზგიზდება გასმარიცის. და როდის და რა ფორმით. ამ ფონზე ძალიან საინტერესო არის ევროკავშირის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, ხო? თვითონ ცდილობენ აი ამ გზებს თქვენ ეს სტატისტიკური მონაცემი ახსენეთ 2024 წელს აღმოსავლეთიდან რაოდენობის ტვირთი წავიდა დასავლეთისკენ და ასევე კიდევ ერთი მარშრუტი დაიტესტა არქტიკის გავლით ჩინეთ და გაცილებით მოკლე მარშრუტია და ჩვენ ამ შემთხვევაში გვიგზავნა ჩინეთთან ურთიერთობას, აღმოსავლეთთან ურთიერთობას ჩვენ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს შექმნილი წინააღმდეგობა და ჩვენ რატო გვიგზავნა თუ თვითონ უნდა ერთ რამეს გეტყვით. ცოტა შეიძლება უხეშად დათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ ფეხებზე უნდა დავიკიდოთ ვინ რას გვიგზავნოს, ვინ მის უნდა უკრძალოს რამე. მე ის კორექტულად ჩვენთვის სულ ერთი უნდა იყოს. ხო, ჩვენთვის სულ ერთი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არავინ არ უნდა აიკრძალო. იცით, ეს ანეკდოტი არის ერთი ცნობილი, მგელი რომ შეხვდება ჯერ შველს და შენ მოხვალ უნდა შეგჭამო და იცოდე ვიცი ჩავიწერ მე და ბოლოს კურდღელს შეხვდება და შენს უნდა შეგჭამო მოხვალ ამ საათზე და კურდღელმა გაუშვა რა და ნუ კაი ხო არ მოხვალ მაშინ ამოგშლი ესეა მოკლედ ეხლა თუ შენ თვითონ აიკრძალავ მაშინ იტყვი რომ ხო იმან ამიკრძალა და თუ არ აიკრძალავ მაშინ ვერაფერს ვერ აგიკრძალავ მათი მოტივი როგორია მე მე მინდა ავიკრძალო გასაგები ხა ვინ დამიშლის მე რამე გამოვიწერო ჩინეთიდან და სხვათა შორის ამერიკიდან მოდის ჩინური საიტები არის შეინი და სხვა და გამოწერისას ამერიკიდან მოდის. იცით, ანუ იქ აქვს საწყობი, ხო? მათი მოტივი არის ახლა, იცით, ეს არის ესეთი deep state ეს რასაც ეძახიან, ანუ ეს ბიუროკრატია, დასავლური ბიუროკრატია, რომელიც მთავარი საყრდენი დღეს არის ევროპაში. ხო? და ეს გიკრძალავს ჩინეთთან ურთიერთობას რას ქვია მას არ უნდა ეს სახმელეთო კორიდორები განვითარდეს ევროპას და ჩინეთს შორის მაგრამ ევროპას რატო არ უნდა ეს ვერ არა ევროპას სახელმწიფოებს არ უნდა ეს არ უნდა ქალბატონ ურსულას და იმიტომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას ევროკავშირის ბიუროკრატია ერთია მეორეა ევროპის სახელმწიფოების პოლიტიკური ისტაბლიშმენტი რომელიც მთლიანად არის მთლიანად ამ ნეოლიბერალურ პარადიგმაში არიან არსად ნაბიჯით იქიდან მოშორებული არ არიან და მესამე არის ამ ქვეყნის მოსახლეობა ხალხი რომლებმაც ნუ ერთხელ კენჭისყრით აირჩიეს გერმანიაში სხვა პოლიტიკური ძალა მაგრამ ჩაატარეს ფოკუსი რაღაც კოალიცია შექმნეს და უცებ ფრედრიხ მერცი აღმოჩნდა ქვეყნის კანცლერი რომელიც გერმანიისთვის რო ვიტყვი თვითმკვლელადაწყვეტილებებს იღებს ასევე საფრანგეთში ჩატარდა არჩევნები იქ საერთოდ ცირკი მოაწყვეს ჯერ მარელეპენს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა მიუხედავად ამისა შედარებით მემარჯვენე ძალებმა მაინც გაიმარჯვეს არჩევნებში ჯამურად მაგრამ იქაც რაღაც 2 საათიანი კოალიცია შეკრეს და ნუ მაკრონის ფლანგის პოლიტიკოსი გახდა პრემიერ-მინისტრი რომელმაც ახლა რომლის მთავრობას ახლა ხანს გადადგა ანუ იქ მოსახლეობა კიდევ მესამეა ანუ ეს არის სწორედ აი ამ ბიუროკრატიის ევროკავშირის პირველ რიგში ბრიუსელის ბიუროკრატიასაც ეძახიან მათი პოზიცია რომ არ განვითარდეს აი ეს სახმელეთო კორიდორები სახმელეთო ევრაზიული კორიდორები რაც არის აი ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტის ფარგლებში, აბრეშუმის გზის ფარგლებში და ასე შემდეგ, ვინაიდან საზღვაო მოძრაობა, საზღვაო მარშრუტებს უპირატესად აკონტროლებენ
ანგლოსაქსონური ძალები, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში და რომ დარჩეს ეს მარშრუტები, ეს ლოგისტიკა ისევ მათი კონტროლის ქვეშ. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს შემდეგ რამეს, რომ რამდენიმე ხუსიტი საკმარისია იმისთვის, რომ მაგალითად სუეცის არხი დაიკეტოს. და ვასკო და გამას მარშრუტი. ამ ბალისტიკური რაკეტებიც ქონიათ ამ ხუსიტებს, კაცო. ხო, ნეტა საიდან არ ვიცი. ჩვენ არ მიგვიყიდია ფაქტია. არ ვიცი, მე ნამდვილად არ მაქვს ბალისტიკური რაკეტა. ხო, მაგრამ ეს ამას მოითხოვს დრო და ისტორია. არის რაღაც ისტორია შეიძლება რაღაც ისტორიული პროცესები რაღაც პერიოდით შეაფერხო, მაგრამ მათ შეჩერება შეუძლებელია. ეს დეკადენსი, ევროპული დეკადენსი მიდის, ეს პროცესი გარდაუვალია და მე მგონი ჩვენ არავისგან არაფერი არ ავიგრძელდა. საერთოდ მე მგონია ერთი ესეთი რამე. ჩვენ ძალიან არ უნდა ვიდარდოთ ბევრი იმაზე თუ რა ხდება სადმე სხვაგან. პირველ რიგში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. თუ არის რაღაც მიღწევები თუ გვაქვს ძალიან კარგია, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ იყოს კიდევ უფრო უკეთ. და კიდევ უფრო უკეთ ყოფნა რა არის, ამას სჭირდება კარგი აღწერა ჯერ პირველ რიგში, იმიტომ რომ კარგი სიტუაციის გაუმჯობესება ჩიკატილოსთვის სხვანაირად გამოიყურება, ილია ჭავჭავაძისთვის სხვანაირად, თუმცა ორივე სიტუაციის გაუმჯობესებას ამბობდეს იქნება. ამდენად ეს გაუმჯობესებული სიტუაცია ზომად მაჩვენებლებში გამოსახული უნდა იყოს, უნდა გაკეთდეს აუცილებლად პროგნოზი ამის, თუ როგორ და რა გზებით უნდა მივახციოთ ამას და უნდა წავიდეთ ამ გზაზე. და რაც შეეხება გარეთ გახედვას, გარეთკენ ყველასთან უნდა ქონდეს შესაბამისად ეკონომიკური, იქნება სოციალური, პოლიტიკური, სამხედრო თუ ყველა ისეთი კავშირი, როგორც საჭირო არის ქვეყნის შიდა ინტერესებისთვის. მე ამას ყველა გადაცემაში ყველგან ვამბობ და აქაც გავიმეორებ კიდევ რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკის წარმოებული და არა პირიქით, როგორც ეს არის ამ ბოლო 35 წლის მანძილზე, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური პროცესები, სოციალური და ყველანაირი პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ რას განაცხადებს რომელიღაც ჩინოვნიკი ბრიუსელში, ვაშინგტონში, მოსკოვში, რიო-დე-ჟანეიროში, ბანდარსერი ბეჰევანში, კაიროში თუ ყარაჩიში. ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი გზა. დიახ, და ბატონო და როგორ აქეთი მომენტია და არა ეს აუცილებელი კიდევ ეს ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გასაგებია, მაგრამ რაც ვართ, აი ამ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ. უნდა დავეყრდნოთ რეალურ მოცემულობას და არა რაღაც აი ამ რაღაც გიჟურ პროგნოზებს, როგორც აი ახლა ჩვენთან არის ორი ტიპი რა, ერთი არიან ლიბეროიდები, ეს კოლექტიური თეიმურ ასხევისთავის თავმავლობა, ეს დადუნახომერიკის სტუმრები რა, რუსეთში სმერდიაკოვებს ეძახიან მაგალითად. და ეს ევრომადიდებლების საზოგადოება და მეორე არიან ტურბოპატრიოტები. ტურბოპატრიოტები პრინციპში ორივე საშიშია, მაგრამ ტურბოპატრიოტები თან მავნებელი არიან იმით, რომ იდეის დევალვაციას ახდენენ თავისი ამ გიჟური გამოხტომებით ხოლმე, რა. ამიტომ საჭიროა ზომიერება და არსებული მოცემულობიდან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება და იმაზე მიყოლება. აი რით ვერ მოხერხდა მე ეს საკითხი სულ მაინტერესებს. არსებული ვითარების გაანალიზება, პროგნოზების გაკეთება და პოტენციალის შეფასება. აი ეს რაღაცა ძალიან დიდი ამოცანაა და შრომატევადი. ეს უდიდესი ამოცანა. არა, შრომატევადი გასაკეთება, ხო ყავს ეს სახელმწიფოს კადრები დასვას და გააკეთებინოს. არ არის ესე მარტივად არ კეთდება. პრობლემები არის სისტემური მასშტაბის, არის ეპიზოდური პრობლემები და არის სტრუქტურული პრობლემები. საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისიდან იმყოფება სისტემურ კრიზისში. სისტემური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, როცა ყველა მართალია, მაგრამ მაინც სიტუაცია არ უმჯობესდება. და ერთ-ერთი ასეთი არის ჩვენთან აი მაგალითად ავიღოთ სულ ვამბობთ განათლების სისტემა. განათლების სისტემაში ახლა ამასინათ ერთი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი ამბობდა რომ ხელფასების არის თუნდაც მთავარი პრობლემა განათლების სისტემაში. არავითარი პრობლემა ხელფასები შეიძლება იყოს პრობლემა.
ანაზღაურების მასშტაბი შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ დამერწმუნეთ დღეს არსებული ხელფასები 20-ჯერ რომ გაზარდო, მასწავლებლების კვალიფიკაცია როგორია, ხო ვერ მეტყვით. განათლების სისტემა რა არის? განათლების სისტემა დღეს არის განათლება რა თითქება? განათლება არის ეგზისტენციალური უფლება ადამიანის, რომ მიიღოს განათლება. ეს არის აღზრდა თუ ეს არის უბრალო მომსახურება? განათლება არის დღეს საქართველოში ბოლონიის პროცესის თანახმად განათლება არის ჩვეულებრივი მომსახურება, როგორც არის მაგალითად თმის შეჭრა, ან წვერის გაპარსვა, ან ფეხსაცმლის შეკეთება და მომსახურებას აწვდის მასწავლებელი მოსწავლეს გადაცემს რაღაც ცოდნას. და აღზრდის ელემენტი თითქმის არ გამოსულია. ეს შვილი მყავს, მე მეორე კლასშია ახლა, 7 წლის არის. ინგლისური ენის ანუ უცხო ენის შესწავლა და მე საბჭოთა სკოლა დავამთავრე და მესამე კლასში დავიწყე ინგლისური ენა. ინგლისური სწავლა დაიწყეს მეორე სემესტრიდან, პირველი კლასის მეორე სემესტრიდან. ქართული ასოები არ იციან ჯერ და ინგლისური ასოებსაც სწავლიან. და მეორეს ბუქები მისცეს, მე არ გამიხსნია მისთვის ეს ბუქი რა თქმა უნდა და კომპიუტერული და ანუ კომპიუტერული სწავლება. არ არის ეს ცუდი რა თქმა უნდა, მაგრამ აი სუის მახსენდება ადრე რო იყო სამსახურში უწევდნენ ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერის განცხადებები იყო ადრე. მომსახურებას მივყევდი. კი ბატონო, კი ბატონო. რაში ჭირდება ეს, რაში ჭირდება? და აღზრდის ელემენტი განათლებიდან განათლების სისტემიდან სრულად ამოღებულია. შესაბამისად ვიღებთ შედეგს ახლა მე მახსენდება ერთი ოსვენციმს გადარჩენილი ერთ-ერთი პედაგოგის მიმართვა პედაგოგებისადმი რომ ბავშვებს ვასწავლეთ ადამიანობა, თორემ მე ვნახე პროფესიონალი ინჟინრების აშენებული კრემატორიუმები, პროფესიონალი ექიმებისგან ჩატარებული სამედიცინო უმძიმესი ექსპერიმენტები და ასე შემდეგ. პროფესიონალი თავისთავად ავტომატურად კარგს არნიშნავს. პროფესიონალი შეიძლება ბევრნაირი იყოს. ხოლო უკეთური გზით მოარულ ჭკუას რაც შეეხება ამისთვის ყველას გირჩევთ წაიკითხოთ გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი რემიხიო დასას მოგიგონებს ხალხიო. ბატონო და სამწუხაროდ ჩვენ გაცემის რა მოიწურა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. ჩვენ გემშვიდობები და ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.